კაია, თქვენ ამოთ გაფორმება. ხო, არა, მოდა საერთოდ დარეგისტრირება, არა, საჯარო რეესტრია თუ რა. მოდა სულ აღონის. ეხლა ეს პასპორტი შეგაწუხეთ ეს ამიჩი ალბათ სამუშაო კონდაქტი. გამარჯობა. ვარ დავაგვიანე. მე მინდა რომ ყველა თემში, ყველა სოფელში გვაქვს შეხვედრება. იცით რომ არის ესეთი პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, თვითოულ თემზე არის გარკვეული თანხა გამოყოფილი. მე ვთხოვე თემის წმუნებულებს, ინფრასტრუქტურის სამსახურს. ჩვენ არ ჩაურეულ ვართ არც შენებლის მოძიებაში, არც პროექტის მოთხოვნაში, ანუ თქვენი გადასაწყვეტი იყო რა უნდა გაკეთებულიყო თვითოულ თემში, თვითოულ სოფელში იმ თანხით, რომელიც თქვენთვის იყო გამოყოფილი. ეხლა თქვენთან იყო დაახლოებით კი არა გეტყვით 12 პროექტი ესეთი, ხო? სოფლის მხარდაჭერის. ნაწილი დასრულებულია, არის პროექტები, რომელიც საერთოდ ხელშეკრულებაც არ არის ჯერ გაფორმებული, ეს ხალხმა უნდა იცოდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს და რატო ესეთი მდგომარეობა რომ ვერ იწყება ეს პროექტები, ესეც მაინტერესებს ჩემოზურა. თუ რამე პრობლემა გაქვთ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ, თუ სხვა მიზეზია, ესეც უნდა ვიცოდეთ. ის რაც გაკეთდა თუ არა ხარისხიანად, იმიტომ რომ სახელმწიფოს თანხებია გამოყოფილი და თვითოული თეთრი არის გაკონტროლებული ჩვენგანაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროსგანაც და ფინანსთა სამინისტროსგანაც. ამიტომ ცალ-ცალკე გავიაროთ თვითოული თემა, რომ მოსახლეობასთან ერთად ეს ხალხი იყოს საქმის კურსში. რა მოთხოვნაც ჰქონდა და რაზეც ხელი მოაწერეს, აი ეს იცოდნენ ამ. მეორე საკითხი ახლა მე არ შევსულვარ შიგნით, მაგრამ აქ უნდა იყოს გამოკრული, მე გთხოვეთ, სოფლის მხარდაჭერის უпростоრეთ სოციალურად დაუცველი კი გამოკრული არის. აი ეს ირევს მართლა გაჭირვებულია და ეს არის. თუ ესეთი პრობლემები არსებობს, ისიც შეგვიძლია რომ ხელმეორედ გადამოწმებაზე გავმოვაგზავნოთ სოცაგენტები, მაგრამ ამას სჭირდება პროცედურა, უნდა მობრძანდეთ ჩემთან და ყველანაირად. ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ეგ არის ბატონო. ვიცი რომ ეს არის და იმიტომ ვამბობ ამას, რომ ყველა თემში არის ეს პრობლემა. თუ არის ისე რომ მქონდა ადამიანს ვთქვათ, ეკუთვნოდა და მქონდა ეს სოციალური დახმარება და მოუხსნეს, აი რის გამო მოუხსნეს, ეს უნდა დავადგინოთ და თუ ეკუთვნის, მე შევძლებ იმას, რომ ხელმეორედ გამოვაგზავნოს სოცაგენტი, თუ ეკუთვნის აუცილებლად მიიღებს. ეხლა ძალიან ბევრი პროგრამები ხორციელდება დუშეთის რაიონში. ძალიან დიდი თანხებია წამოსული. სამწუხაროდ ეხლა გრემისხევს მხოლოდ აი ეს სოფლის პროგრამით იყო, რაც გაკეთდა, რაც კეთდება და ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაქვს, მე აქ ყავდა გეოლოგები, ყავდა საგზაო დეპარტამენტიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სპეციალისტები, კომისია მოვიყვანე და ვთხოვე რომ დაედოთ დასკვნა. რა შეიძლება რომ აქ გაკეთდეს, რომ ეს მდგომარეობა არ იყოს საკმოსასვლელ გზაზე. ნუ რამოდენიმე ვარიანტი მითხრეს, ერთი თქვეს რომ ვითომ ზედამხრიდან უნდა მოუვაროთ, ის მეწყერო ჩამოდის. მეწყერზე მაქვს საუბარი. მაგრამ იქ ისეთი ის არის აღმართი, როგორც მითხრეს რომ იქ შეუძლებელია ზამთრის პერიოდში იქიდან შემოვლით. აქეთ ეხლა ვერა გიგას ვიცი კაი გზას მოხრეჩვენ მაინც ნედიქნები. ხო, იქით მხრიდან გამორჩა. მიაღვრები და ესე იმედი. ეხლა აქ რო ამ ეტაპზე ესტაკადებსა და მე გვირაბებს ვერ გავაკეთებთ, ესეც გესმით. ერთადერთი გამოსავალი რაც გვითხრეს, აქ უნდა იყოს ტექნიკა და მუდმივად წვინოს სანამ ეს მეწყერი არ ჩამოვა რა. აი ესეთი ინფორმაცია მოგწეს, ესეთივე ყოფილა იქით მხარეს კახეთისკე, გომბორის მხარეს. იქაც ტექნიკა გვიდგასო, ესე მითხრა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და წმენდავთ ესე მუდმივად. აი ამას. ო ჯერჯერობით ეგ საშუალება არსებობს რა. მაგალითად რაღაც ჩამოსულა ეგ გაიწმინდა. მე წილებს რა ისე ვარ გამვაიბნიზე რო გზალა. ანაირად ის ნოქები. ანუ მუდმივად უნდა იწმინდებოდეს განსაკუთრებით გაზაფხულზე და ეს შემოდგომით რა. იმიანობის ფუნდამენტები. ეხლა პატარა მაგარი თავისუფლად გადმოვია.
წყლის რეაბილიტაცია და გამოყვანა, კედელობა. ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ესე იგი, არავინ ხელშეკრულებას არ აფორმებს იმის გამო, რომ იქ წყალი არ არის და ეშინიათ, რომ დაიწყოს სამუშაოები და მე თვითონ ვიყავი შაღაშვილთან შესული და მოიყვანა ვითომ გეოლოგები და ისა წყალი არისო. მერე ის თხოვეთ რომ დაბურღეთ და ვნახოთ თუ არის წყალი და ხო შეიძლება რა იქიდან სათავე ნაგებობა გაკეთებული არ არის შემოღობილი შემოუღობავია სიბინძურია იქ შიგნით და არ არის აი წყალი არის მამა პაპური აი ეს ვინც ცხოვრობდა ნამდვილად არის მარაგი გეოლოგებმა თქვენს რო არისო და მე არ ვიცი ეხლა მოდიოდა მარაგი ვარ არის რო დაბურღო ხო შეიძლება მომისმინე თქვენობაში აგეთ პასუხი რო დაბურღო ხო შეიძლება ali წამოვიდეს. აი, ეხლა ჩვენ გქონდა ესეთი ბურღი აქ ბაზალეთში გავაკეთეთ. ძალიან ძვირი დაგვიფასეს რა. 180 ლარამდეა მე მგონი თავისი ბურღი და მილის ჩაწყობით. და სადღაც 26,000-მდე წაიღეს ფული. 1 მეტრი რა? ხო, ნუ ის ჩადის სიღრმეში. არა, 8 მეტრაზეც რო ჩავიდნენ, არა იქ არის წყალი. დაუშვათ რომ არა მომდის. გლახად გააკეთა, ვინც გააკეთა მაშინ. აი ეს არც სათავე ნაგებობა გააკეთა წესიერად, არც შემოღობა, არც დრენაჟი რამდენი კომლია ესე დარჩენილი? ეს ქარის 40 კომლი. 40 კომს წყალი არა აქვს. მარტო მილები აქვს და ის მილები 26,000. ხო არის ძიშე, ხო არ იყავი. კედელობა. კი, იყო როგორ არა სიცილი დაიწყეს აქან მოვა წყალი ან არ მოვა. როგორ არა? კედელობაზე მეორე ვარიანტი რო იყო ხევის გაღმა. სასაფლაოებს რო ასწრება. მე რო გითხარით, რომ იქიდან გამოვიდეს 9,000 ლარი არის, 4,000 რაღაცა არის. შარშანდელი ერთად ვიყავით. 4,700 დაახლოებით ნახევარი მოსახლეობა მიიღებს იქიდან წამოსულ წყალსა, ნახევარი ვერ მიიღებს და ეს 4,700 რჩება. ამ ადგილზე საიდანაც ძველი იყო გაკეთებული თქვენს რომ წყალი აქ ან არის ან არ არის. თავიდან რომ გაკეთდა, თავიდან რაც გაკეთდა ქალბატონო ეხლა იმას რა უშველო. ვინც გააკეთა იმაზე მოვიდნენ. ექსპერტები იყვნენ. 26,000 და ის აქნას და წაიღეს რა 26,000 დაიხარჯა. დადეს დასკვნა. წყალი არ არის. წყალი არა ყოფნის. სათავეში არ გაკეთდა, გააკეთეს სადაც სათავე იყო 20 მეტრი დაბლა ბასეინი. არა ყოფნის კი არა, მე იქ წყალს ვერ ავხილე. თავიდან რო დაუშვეს ის შეცდომა ეს იქ არის ისა და ჩაქორეს ამ დღეში. ისა თუ წყალი არ არის კაცო. არის წყალი არის. რა დაწერეს მაშინ მოთხოვნა და სხვაგან საქმეზე მომოეთქვა ან სათავე შეეცვალა. თუ წყალი არ არის და იქ ითხოვთ ისე ვამონდეცა. ისე მოხრეშო ჩაეწერა. იქიდან რაც წამოვა ეხლა ეს იყო ძმებმა დაწერა. წყალი არის. თანხათი რო შევიტანეთ რომ დაიწყება. მყავდა წასულიყო მოიყვანეს ვითომ გეოლოგი და აქაო იმდენი წყალია რომ ცელუბანს წაგლეკანთო. აი იქ ვიყავით ასულები, ქალები ვიყავით, სადახაც ფენა გამოდი და თქვი იყო დასკვნა ოფიციალური ამის. დასკვნას არ გვაძლევენ და მე გეოლოგი. ვინ აყავდათ, არ ვიცი, თამარაშვილი შეეკითხეთ, ვინ აყავდათ მოყვანი. იქაც რო შევედით გამგებელთან მოგვატყვა ვიღაცები შემოგვიყვანა ჯიმიოვე არ ვიცი ვინ იყო მოგვატყვილა რა ვიცი ეგარი შემოგვიყვანა ვინ იყო სპეციალისტი არც ვიცი თუ ზუსტად თქვენ მელაპარაკებოდით სახთან რომ გადმოხვედრო გეოლოგი ყავდა თო მოყვანილიო ის შენობა რომ მშენებლობა რომ დაიწყებდა მე რატო უნდა მომეყვანა მე ვარ შენებდი იმ წყალსა ვინც აშენებდით იმათ უნდა მიგეყვანათ გეოლოგი რომ თავიდანვე არ იყო იქ მარაგით ვარ მაგრამ მამა პაპიდან მოდიოდა ის წყალი და არ იყო დამშრალი და გაკეთდა უხარისხოთ და დაიკარგა წყალიც დაიკარგა სიღრმეზე წავიდა თუ სად წავიდა არ ვიცი და გონი გითხათ იმან რომ ბასეინები მაღლა გაკეთებულია წყალი მიდის დაბლაო მე დაგწვიდით რომ მოვიყვან მეთქი და მოვიყვანე ის სიცილით რატო ხართ ჩუმათა რო ამბობთ მე გითხება კაცი რომ არის თუ არა წყალიო ქალბატონო
შეუძლიათ მასხური გასცემა. ქალბატონო, მე მითხრე, მე ის კი არ უთხარი, მე გეტყვით მეთქი, წყალი იქნება კი არა რომ. ვინც იცის მეთქი იმას მოვიდა. იმან რატო გაიჩინა ქალბატონო, იმაზე მე პასუხი როგორ ვაგო? თქვენც გაიჩინეთ იქ წყალი არის. იმ კაცთან ერთად არა ყოფილვარ, მე როგორ გავიჩინებდი, კაცო? ო მოიცადეთ, აბა ეს წამეთ. შეიძლება ის რო კეთდებოდა, მაშინ გამოდიოდა ისა წყალი. ცოტა გამოდიოდა. ეხლა არის გვალვა და სულ დაიკარგა. ბასეინები გაქვს მაღლა გაკეთებოდა, წყალი არის დაბლო. არ ვიცი ზურა, მე რო გეოლოგი ყოფილიყავი, მე თვითონ დამაწადე, შენი აზრი უკვე მოვისმენთ, დამაწადე, მაპატიე რა. მაშინ შეიძლება როცა ის კეთდებოდა, ისეთი ამინდი იყო, რომ გამოდიოდა წყალი, მაგრამ ეხლა არის გვალვა. მაგრამ რა მნიშვნელობაა მაგასა, როცა თუ წყალი არ გამოვიდა, იმ იდმეწარმემა ალეკო არ გულიშვილი ეგაკეთებს აქა და იმას რო შეასრულებს 4000 რაღაც ლარი არის. ვიცი რომ ვერ შეასრულებს. მერე უნდა მიიღოს ის ფული. და თუ წყალი არ გამოვიდა, იფულს ვერ მიიღებს და იმ კაცმა თქვა რომ აქ წყალს ვერ ავხედაო და მე ამ საქმეს ხეს ვერ მოვკიდებო. ვინ მოკიდებს აბა? შენ მოკიდებ თუ ის მოკიდებს? ვერავინ ვერ მოკიდებს. პროკურატურიდანაც იყვნენ ისა. ხო, ეხლა იმ თუში წყალი არ არის. მაგ საკითხზე. მოსახლეობამ დავწერეთ განცხადება და ალტერნატივა არ არსებობს მან სხვაგან საზღვარგარეთ. ადრე იყო რომ უნდა გამოგვეყვანა სარბელია ახალგორის რაიონი. იურ შენ იცი აქ არის სადმე ესეთი ალტერნატივა? ზევით რო არის იურა. არა. იქ სოფელი არ გამომიგდეს, საკონს იქნება წყალს და ვარიანტი არ იქ გამომიგდეს. საკონს დაუწყვეტენ თავად მოიყო მე. ეს იყო გააყრანი იყო ეს კაცსაც ვერ გავზო. ყველაზე მართალი ეგ არის. ეს 280 სოფელია დუშეთის რაიონში, წეგანაც ვამბობდი რა. ყველა სოფელში არის ერთი და იგივე პრობლემა. ეს არის გზა, წყალი. ძირითადად გზა და წყალი. ლამოვაში გავაკეთეთ ახლა წყალი, ერთი კვირა იყო და დაიკარგა საერთოდ. დღეს მოვიწვიე გეოლოგები, ვინც დასკვნა დადო რომ იქ წყალია, გავაგზავნე და ახლა მე არ ვიცი კორექტირებას გააკეთებენ იმ პროექტის თუ რა იქნება, იქ წყალი უნდა იყოს, იმიტომ რომ არსებობდა ეს არასწორად გაკეთდა კაპტაჟი. თქვენ რას წამოთ, შარშან თუ გაკეთდა, თუ შარშანწინ გაკეთდა და იმის მერე დაიკარგა. ესე იგი რაღაცა არასწორად იყო იქ გაკეთებული. ამას ჭირდება სპეციალისტები. 2009-ში დამთავრდა ის წყალის ის. მაგრამ მოდიოდა ნაკლებად, მაგრამ ახლა წელს მოდი მოიმნიშნე რა გამოგზავნოთ ერთი ისე. ახლა სხვა უცდიდით ისა ვინმე მოვიდოდა გაკეთდებოდა შეიცვლებოდა ეს მთავრობა, მაგრამ ჩვენ ჰიდროლოგები არ არის. საზღვრისპირა სოფელია და არ უნდა გქონდეს წყალიც არ აქონდეს, გზაც არ აქონდეს. აი მოდით ეს ამაზე შევთანხმდეთ რა, წყლის საკითხი გასაგებია. ამას ჭირდება სპეციალისტი, ახლა მე რო თქვა და ან ზურამ თქვას და ნებისმიერმა, თუ სპეციალისტმა არ დადო დასკვნა რომ აქ რეალურად შესაძლებელია რომ იყოს მარაგი, მანამდე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მეორე, აი ამ პრიორიტეტულ პროექტებში, აი ამ გზის მონაკვეთს ჩავსვათ, რომ ჭადიჯურიდან გრემისხევამდე ნორმალური გზა გქონდეთ, მომავალ წელს რომ დავიწყოთ აი ეს პროექტი რა. ამ მონაკვეთს რაც შეეხება აი ამ დამეწყრილ ზონას, მანდ გამოსავალი არ არის, ერთადერთი საშუალებაა რომ მანდ იყოს ტექნიკა და იწმინდებოდეს. რამდენჯერაც თქვენ მოსულ ხართ, თქვენ წინამორბედი რამდენჯერაც მოვიდა, ყოველთვის გამოყოფილია თქვენთვის საწვავით, თანხაც რომ ეს გრემისხევში იწმინდებოდეს. განამშრალია რომ მე პრობლემა იქნება, როცა ჭორპი და ის იქნება. რა არის უკეთესი? არა, პრობლემი ხარჯებია, ახლა სალიარკაც და იმისაც შრალია. არა, დაწერილია განცხადება. დავიდეს მაგარად. აი გუშინ მაგალითად ვიყავით იმ პატარა ხიდი არ უშვენდეს, მაგრამ მაშინ იქ 150 მეტრიანი ეს უნდა სადმე ეს ხიდი არა, იმას უნდა ჩამოსვლა რა, უნდა ჩამოვიდეს. მოდი ხიდა ხო შეიძლება რომ ეს მადამდის წესერიგ და მოვიდეს და აქედან იქამდე წესერიგ. ხო და აი ამას გეუბნებით ზუსტად რომ ამ გრემისხევის გზას ჩავსო პრიორიტეტებში მომავალი წლის. მომავალი წლის პრიორიტეტებში რომ ის ხვილებზე რატო არ არის ეგ მე არ ვიცი, თანხა გამოყოფილია, იყიდეთ, აგერ იცით ხო? თანხები უთხარი დინოთ იმაზე რამდენია რა. აჩვენე? 4776 და 4776.
წისქვილის შეძენამ რიცხველით 4667 ლარი. ერთი. მეორე საფურაჟე მაცვლის დასაკვირვებლად წისქვილის შეძენამ რიცხველით 4566 ლარი. აი ეს თანხებია, ეს არ არის პატარა თანხა. წისქვილს კი უნდა იყოს ახლა ამას. წისქვილ კომბინატს ხო არ აშენებთ? არა, მაგის ფასები გავიგებთ კიდევაც ბატონობის გორში ვიყავ. აი ხარ ახლა მაგას თუ არ აშენებთ, ხელისწყლის არის მოსული წელიან თუბარი გუდიშვილი. ასურ მთავრობას როდესაც იყო, მე მაგ განცხადება დაწერილი სასაფლაო გასასვლელი ხევის, საქონე ნახირიც და არის ცოცხალიც ისე გადის. ტრუბა არის აგერ პეტრიანთხევში ბეტონის ტრუბა. ის არის ადგილზე მისატანი ექსკავატორი არ უნდა კამაცო ბულდოზერი. ადგილზე არის ბალასტი, თვითონ კლდი არის ისეთი ნაშალი კლდი არის, აი მას გადააყრიზებდა და გაასწორებს. აი თუ მაგას ჩაგვისვათ რომ იცოდეთ რომ ესე იგი ნახირიც არის ჩემი ძმა ამერიკიდან ჩამოასვენეს. იქიდან ისე არ გაგვიჭირდა როგორც აქიდან იმ სასაფლაოზე. მაგ გზას ხვარავს 2-3 უბანი. ხო და რა ვიცი თუ დაგვეხმარებით ამაში. ხო აი გასასვლელი აი ეგ უნდა გაგიგო. კომბაინიც ისე გადის. ყველაფერი აი ესე მოუარა კომბაინმა თამარაზე. როცა მანდნაკვეთებია და მოკლეზე შეიძლება გასულ. მოდით ესე გავაკეთოთ. მე გამოგზავნე. ტრუბა გვაქვს. ეხლა შაბათი კვირა, ანუ მე ისე მთხევა მცხეთობა. იმ კვირაში გამოგზავნე ინფრასტრუქტურის სამსახურს. ნახავენ აქ ყველაფერს, დაზომავენ, გააკეთებენ ხარშთაღრიცხვას. დავთვლით რა გვიჯდება რა თანხებთან დაკავშირებით. მესმის მე ბულდოზერი არ ამყავს, ერთადერთი არის გუბერნიის, აქ რომელიც ყავდა ნათხოვარი და აქ რომელმაც იმუშავა, მაშინვე რომ დაგეკენებინათ ეს საკითხი, აქ იყო და ამოვიყვანდით რა. ინფარობასთან მაგ მე არა, ჩემ პერიოდში იყო აქ ვითხოვეთ და მოვიყვანეთ აქ კამაცუს ბულდოზერმა იმუშავა. გაწმენდაზე. ეს არ იყო ზურა, მაშინ იყო ის ფირუზა. აი მაშინვე რომ დაგეკენებინათ ეს საკითხი, მე ამ ბულდოზერს გამოვუშვედი, რადგან აქ იყო. მაგრამ ეხლა ესე გავაკეთოთ. მე ხარშთაღრიცხვას გავაკეთებ, ჩავხედავ რის საშუალებაა, რა თანხებზე გადის ამ გზის მოწყობა, რასაც თქვენ მეუბნებით. და ვეცდები რომ აი არჩევნების მერე ეს გზა გავაკეთოთ რა. იქნება რამენად ეს მიწები რომ მოგვაყარეს, ან გაგვიფორმო რაღაცა, შევარდნაძის დროს იყო რაღაცა გაფორმებები. რა არის პრობლემა გაფორმების? რა და თანხები. აბა მოიყვანეთ იქიდან დუშეთიდან, რა თანხები? არიცით რომ ნაზომითი ნახაზი? ნაზომითი ნახაზი და ყველაფერი. საკუთრებაში რო გადავიდეს, რეგისტრაცია. აი მე გეტყვით რა. ეხლა შეჩერებულია საერთოდ მიწების გაყიდვა. ორ მარატორიუმია გამოცხადებული, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს მოდიან უცხოელები, ჩინელები, არაბები, რა ვიცი, 1000 ჯულის ხალხი და ყიდის ჩვენი ხალხი ამ იმას რა და ეპატრონება ჩვენ უცხოელი ჩვენ მიწებს წყალს. აი დღესაც თქვი და ამასინად კიდე ტელევიზიით მქონდა ეთერში. ბაზალეთზე 200 ჰექტარამდე მქონდა დამალული ტერიტორია. საუკეთესო სახნავ-სათესი. ის პროექტი, რომელიც განხორციელდა შემოდგომით უფასო მოხნა უпростоოდ გაზაფხულით ეს წელს ვერ იქნება. იქნება ისევ გაზაფხულიდან. წეგან თქვი სანამ თქვენ მომზადებოდით რა. და უფრო ფართო მასშტაბიანი იქნება. ის რომ ტექნიკა გჭირდებათ, ის ტექნიკა რომელიც მუშაობდა, ის ტექნიკა არის დუშეთის რაიონში და თუ იქნება საჭირო და ალბათ იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დასამუშავებელია. თქვენ დააკენეთ ეს საკითხი. გამოგზავნეთ ეს ტექნიკა. არა, არის გამოგოლილი მიწარი და ვერ ახანებს იმ ამბავს რა. არაფერი აქ არ არის და ზევით არ გაუშვებო, ეხლა ეშინიან და არის იგი. მე წეღანაც აქვი, თავიდანვე დავიწყე მაგალითად. იქ რო მოხნას მითხარი 5 ჰექტარი, აქ უკვე ტრანსპორტი გადმოვაყენე ორჯერა. ორჯერ გადმოვაყენე, კიდევ წაიყვანეს, არ არის. ვერ დავთეთ. სამუშაო არის რა თქმა უნდა. სამუშაო არის. ტრაქტორს არ აჩერებენ. ვირია თუ რაც არის და როგორც არის, მაინც აი ეხლა დრო არის აგროვადების და არ არის ტექნიკა. არ არის ტექნიკა, ნამდვილად მოხდა გვინდა და არ არის ტექნიკა. ვიხდით იმას, რასაც აქვს თხოვეთ. ჯანაბას აი ერთი კიდე რა გვაინტერესებს. აი ამ სოფელში შემონარჩუნებულია ერთი სულ ნინო მოინიშნე ეგეც რა. სულ რამდენიღაც 10 მანქანა. აი ძველი მანქანები ეს გაზიკები და ისე. არც ერთი არ არის გაფორმებული ოფიციალურად. არა გვაქვს იმის საშუალება რომ წავიდოთ იქ რუსთავში ჩავიყვანოთ იქ კერძო მანქანებზე მეუნდა. კერძო მანქანები კი.
იმის საშუალება არ არის, რომ წავიდეთ რუსთავში ჩავიყვანოთ იქა და გავაფორმოთ, გადმოვაფორმოთ. არ არის ნახდათ საშუალება. თუ იქნება იმის საშუალება, რომ ვიღაცა გამოიყოს ადგილზე მოვიდეს შეამოწმოს. შეგიძლიათ, არის იქ აუდიტის სამსახური. საპატრულო პოლიციაში. ეხლაც არის. მიაკითხავთ წამოვა აუდიტის შეამოწმებს და გაგიფორმოს. არ არის აუცილებელი რომ იქ ჩაიყვანოთ. თვითონ მოდიან. არ არის ესე, ხო. იქ ჩაიყვანოთ. აკობილი მაშინა გაფორმდება. უნდა შეამოწმოს საპატრულო რა, თუ სტანდარტებში არის. არა, ვინც ეს სოფელმას ვიცი მეტყულის არ ვამბობ. შეისყიდა. იყო ლეგალიზაცია კეთდებოდა, მე აღარ ვიცი ეხლა როგორ არის. თუ პრობლემა იქნება, ამაზე შეგვიძლია საპატრულოს ხელმძღვანელობას დაუკავშირდეთ, თუ არის ესეთი პრობლემა, თუ იქნება, შემატყობინეთ ზურას მეშვეობით და დაუკავშირდებით საპატრულოს ხელმძღვანელობას და დაგეხმარებთ. დღეს მეწამართო, ჩემი თახით არის აწყობილი, შემაწყიდეთ, ჩემი თახა მე მივეცით. სოფელმა ის არაფია. ექიმზე მიდოდა მეთქვა რა. აი ეს არის ერთ-ერთი ბატონობის ზია ერთ წამით რა. პრობლემატური არის ექიბი დადის კვირაში ერთხელ. ყველამ კარგად იცის რომ რაც მე ვარ ამ თანამდებობაზე ჩემი ხარჯებით გადმოყავს დუშეთიდან რომ უფრო კომფორტულად იაროს. მაგრამ მე გავიგე ადამიანებისგან რომ რატო უფრო ყოველდღე არ არისო. ექიბი რო გადმოყავს აქა რა დაახლოებით ხან 12 საათზე მომყავს ხოლმე შაბათობით არის ბატონობის. ხან უფრო ადრე ხან ცოტა გვიანა და ხალხი ამბობს რომ რატო ყოველდღე არის. ვინ არის ექიმი? ზია არის ოთარაშვილი რა დუშეთია? თბილისელი არის. თბილისიდან დადის? ექთანი არის ყოველდღიურად? ექთანი კი. ხო და ისაუბრებ, რატო ყოველდღე არ არისო? მე შევეკითხე ხალხს არო. კი ბატონო, იმანა თქვა, მე იმასაც უთხარი მე რომ იქნება ყოველდღე, მაგრამ რომ მომყავს ხოლმე რა, მე ხო ხედავ ჩემი თვალებით და აქავზე ვარ და ხედავ რომ არ არის ხალხი არ მოძლის. თუ იქნება მოთხოვნილებაო, კი ბატონო, ყოველდღეც ვივლიო. არ არის მოთხოვნილება, მაგრამ მოთხოვდა და პაციენტები ჩაჯდება, კაცი შევეკე არ უკიდეზე. კი ბატონო, მაშინ გადავწყვიტო. მაიცადეთ. მაიცადეთ, კაცო. იყოს ყოველდღე ეგ მოთხოვოთ? თუ იტყვით მოთხოვ, მე მოთხოვ მაგასა, კაცო. უნდა იყოს ყოველდღე რა. კი ბატონო, მე ცოდნებ ამის მე რა. ხანი მასაც არ ყვირაში. ყოველდღე ვერ იმასაც არ მოგიქცევა და კარგად ქონი იმეორ კურსად. აი ძალიან ძიმე მემკვიდრეობა დაგვდა რა. ჯანდაცვის სფერო არის გაპარტახებული. მარტო აქ კი არა, გრემის ხევს კი არა, დუშეთში აღარ არის ფაქტიურად საავადმყოფო. ჟინვალის საავადმყოფო განადგურებულია, არაფერი აღარ არის. ფასანაურის საავადმყოფო განადგურებულია. დუშეთის საავადმყოფო ამხელა შენობა ერთი სართულია იქ მარტო გარემონტებული და 12 საწოლზეა გაკეთებული. ეგ არის. იქაც ისია რომ ხალხი ვერ მიდის რა. ესეთ მდგომარეობამდეა მიყვანები. დაშლილია, დაანგრია ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ შევხვდით სერგიენკოს ეს კაცი ამბობს და თვითონაც აღიარებს ამას რომ ძირეული ცვლილებებია საჭირო რა. ეხლა გუშინ გამოვიდა რომ რესპუბლიკური სახელმწიფოზე უნდა დააბრუნოს. აი ეს მომავალ წლიდან იწყება ამისი ხელახალი რეფორმა რომ ჯანდაცვა ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ერთეულების სადაზღვევო კომპანიის გამდიდრების საშუალება იყოს რა. ო, წესიერი კაცია რა. კიდე ერთი რაღაც მე მადლობა ალიკო გულიშვილს ის წყლისა და აგერ ვალენტიც რომ წყლის სათავე გაგვიკეთა, მაგრამ ბოლომდე დასამთავრებელი აღა თანხები არ არის, რაც იყო გამოყოფილი ის გაიხარჯა. ჟეშისგან შეკრული და არა, იმაზე არა. ახლა ქვეით ახლა გვინდა ტრაქტორმა რომ გაიაროს და ის შლანგი ჩავაგდოთ იმამდე მივიყვანოთ რა და ეს უკვე არ არის პროექტით იყო? არა. არ იყო პროექტით, იმიტომ თანხა არ აყოფილი და პროექტით არ იყო მაშინ. ხო და აი უბრალოდ რავი თუ რაღაცაში დაგვეხმარებით ამაში მარტო აი ტრაქტორმა რომ გამოიაროს და შლანგი ჩავაგდოთ რამდენი მეტრია გასა? დაახლოებით ახლა წეში ჩვენი სახსრებით ხელით იმას ვიზავთ და მინდორი არის ერთი დაახლოებით ერთი 300 არ არის 300 მეტრი 240 მეტრა 250 მეტრი. ექსკავატორი ბელარუსი ხო არის? კი. საწვავს მოგცემთ და გათხაროს ახლა რა რა ქნა ეს. აი დიდ მადლობას გადაგიხდით და მადლობა ალიკოს და ვალენტის რომ ესე იგი წყლის სათავე გაგვიკეთეს რას თავარი.
ეგეთი პრობლემა ჩვენც აქვს ფებრუარში. ბასეინზე გვინდა მიწის დაყრა, მაგრამ ვეღარ გვაქვს საშუალება. ლაფატკას ვეღარ ვიჭერ ხელში, ცულტარ ვეღარ ვიჭერ ხელში და ცელ ვერ ვიჭერ. ვეღარ ვაკნით იმ ბასეინს. ახალგაზრდები აღარ არის. აღარ არიან, გენაცვალი არა. ახალგაზრდა ვინც წამაიზარდა ყველა ქალაქში. წყალი რაღაც გინდა შა. აი ახლა, კარგი, ესეც წყალი რაღაც გინდა, ბაცო. წყალი რაღაც გვინდა? ესეც ის წყალი ჩვენი თანხებით გამოიყო. აი ახლა ჩვენი თანხები გამოიყო. აი თქვენ რო ამბობთ რომ ახალგაზრდობა აღარ არისო რა. ირაკლი ტრიპოლსკი არის იმაში კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, თვითმმართველობის კომიტეტი. ეხლა ირაკლის კომიტეტში მუშადება კანონი, რომელიც იქნება მაღალმთიან რეგიონებს ეხება რა. 40 წლის ზევით, ვინც დაბრუნდება თავის მამაპაპისეულ ადგილზე. ანუ ქალაქშია და წამოვიდა თავის მამაპაპისეულ ადგილზე. ეკნება ძალიან დიდი შეღავათები. აი ფერმოველი ქალაქი და არა მაგ მეადგილა 1 მეტრად. ხო და აი ეს ამ კანონს ამუშავებს, იმიტომ რომ სოფელი თუ არ გაძლიერდა, არც ქალაქს ეშველება და არც ქვეყანას არ ეშველება. ამიტომ აი ეს მიმართულება აღებული პარლამენტში და მთავრობაში სოფელს უნდა ეშვეს. 40 წლამდე თუ ცხოვრობს თბილისში, შეიძლება ეხლა ძალიან იჭერი ადამიანია და რაღაცა იმას აქმნის შედევრებს იქ და ცოდუა რომ სოფელში გაფუჭდეს, არა? 40 წლამდე თუ ვერაფერი ვერ შექმნა, ესე იგი ჯობია რომ წავიდეს იქ და მიხედოს თავის იმას საქმეს. ფერმერული მეურნეობების მოწყობა, შეღავათიანი აგროკრედიტები, ფაქტობრივად ნაჩუქარი იქნება, აი ძალიან დიდი შეღავათებია თუ სოფელში დაბრუნდება მოსახლე. ვინ სოფელშია იმარად? ვინ სოფელშია იმათვისაც პენსიონერები პენსიას მაინც იღებენ, მოსამსახურეები, ვინც არ ამუშავებს, აი ჩემი ასაკის ხალხი 50 წლის ზეით, 40 წლის ზეით, არაფრის შემოსავალი არ არის აბსოლუტურად. არც დახმარება, არც საკრებულო შენობასთან იქითაც აღარ აქვს, ვერ უყურებ. ხიდზე უნდა გადმოხვიდეთ. აღარ არის ისეთი ადგილი რომ მიხვიდეთ და მოტევოთ. არის აი ზევით, აი მაღლა არის, აი ოლობის. მანქანა რო აფეთ. ეს ტონჩის კერო გადადის არა ოლობით. აქ აღარ არის, მართლა აღარ არის, იმიტომ რომ ამდე 20 წელია გადის, მართლა სოფელი კი არის. იქ რანაირად მომიხვიდე მანქანა. შეიძლება რომ სად როგორ უნდა მიხვიდე იქ მანქანა. გზა უნდა შეაკეთოს. გზა უნდა შევიდეს აბა. აბა თუ გზა არ გააკეთეს, მაინც დანუმრ ხერად მოხდა. რემის ხევი და ვისი? ჭადი ჯვარი. აი ეს დახმარება გაუწევთ. გაზაფხულიდან იქნება უფრო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა, აი ამ უფასო მოხნის და იმის. ბატონ, დახმარებას არა თხოვლობთ, ტექნიკას ვთხოვლობთ რომ მოხდა ჩვენი სახსრებით მოხდა. ტექნიკა არის, ტექნიკაზე პრობლემა არა გაქვთ. არ მოდის ეს, ისა დაიცადეთ ეს წამით რა, მაგას ზუსტად მაგაზე მინდა საუბარი. დაიცადეთ კაცო, ერთმანეთს მოусმოთ რა. ორჯერ გადმოვიყვანე ბატონო გიზო, შპს მექანიზატორის ტექნიკა რო არის. ლეფუარი პეტრიაშვილი გრემის ხელი ყოლიდა, მაგას გამოვატანს. ორჯერვე წაიყვანეს. მე ვერ ამიხსენე როგორ გადმოიყვანეს წაიყვანეს. აი უბრალოდ იმ გადმოყვანაშიც არა 60 ლარი უნდა. იმას იხდის თვითონ მოსახლეობა იმ 60 ლარს გზისასა. ცალკე 120 ლარი ჯდება ნარბილის მოხნა და 155 ლარი ღის ყამირიანის მოხნა. ხალხი მაგასაც ამბობს რომ აი იხდია რა გააკეთეს, მაგრამ გადმოვიყვანო 2 დღე მიტოვებენ და ისე ვიყავთ რა. რა ხდება ეს? აი ბურღულში არის კიდე ის ახლოს არის საზღვართან რა და იქ რო იყვნენ ასულები, მიდიოდა ეს ვებხოის ტრაქტორზე ვიცის მძღოლი და იქიდან დაურეკიათ ხო აფიქსირებენ ის სად არის და მოტრიალდი უკან არა და ჩვენი მხარია ეს ბურღული ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოსახლეობა არის და განაწყენებულები არიან ახლა ისინიც ითხოვენ რომ უნდათ და თორე ეს მძღოლისგან არ არის პრობლემა იქიდანვე ურეკავენ რომ იქ ნუ მიდიხარ არა და ჩვენი საზღვარი ცოტა მოშორებით არის იქიდან არა მართალია რამდენი წელია ჩემი მეუღლე ტრაქტორისტი, მაგრამ იქ ვერ გადადის ეშინია და ვერ ხნავს. ეხლა ამ პრობლემას რო ჩვენ ვერ მოვხსნით, იცით ეხლა თუ ეშინია იმას. აი ეხლა ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ვერ მიიყვანეთ მუშები, ხო? ის ციგრია. ციგრია გამოყვანა, კი. უარი თქვეს უყველამა, რომ იქ შეიძლება ვიღაც რუსი ჩამოვიდესო და წაგვიყვანოსო და მშენებელმაცა უარი. ესეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება ამ ეტაპზე ესეა. სიები არ იყო ზუსტად გადაცემული. ამდენი ხონდათ ნაკვეთები სიებიც არ იყო ზუსტი. გადასცეს ნაციონალები იყვნენ მაშინ გამგეობაში და არ გადასცეს სიების ესმის გამოტონო, ესმის ამის გამო რამოდენიმე თემის უნებულს მართლა მიზეზი გაუხდა და წავიდა, მაგის გამო გაუშვით. პირველი მოადგილეს გაუშვით.
ისე რომ მთელი ძველი საკრამულია ესეთი სოფელი იცით, საერთოდ ხონდათ ამოღებული ამ სიებიდან. ერთ კაც არ მისცეს ბარათი მოხდის. აუარებელი ხალხი 3000 კაცამდეა გამოტოვებული. ეს პოლიტიკური ნიშნით ვისაც უნდა წერდეთ, ვისაც უნდა იღებდნენ. აი ესეთი რამე ხდებოდა რა. რო აღარ იყოს ეგეთი რა. აი ეხლა მე მაინტერესებს ძველი ბურღულები გზის მოხრეშვა გაკეთდა ეს ნორმალურად? მიწერია რომ დასრულებულია, როგორ არის? ბურღულებიდან ინტუჩი არავინ არ არის, მე სულ ყველას გავაგებინე. ვერ ჩამოვიდნენ ბატონო ვიზო. მე რაც ვნახე მოხრეშვა. არა, გაკეთებულია, კარგად არის გაკეთებული მოხრეშვა. ჩვენ გავიდეთ ერთი მე მაჩვენე. შეკუთვის თამარანი ძებისა. არბოეთში ზის მოხრეშვა. მანქანები ადიოდნენ და იმათ არ ეშინოდნენ იმ რუსების დაჭერისა. ტრაქტორის სტრატო უნდა ეშინოდეს, როცა ჩვენი ტერიტორიაა. იქამდე არ ჩამოდიან ის რუსები. მაგრამ მაინც არ იქიდანვე ურეკამე რო არ ახვიდე. ეხლა რა არის? ვინ ურეკავს? ისა თავს იზღებს რა კაცო. ვინ ურეკავს და ვინც ხაზეინია მაგის? აბა მე ხო ვერ დაურეკავ და რათ იყავი დაჭერილი ცხინვაში რათ იყავი? აი მოხდა შეიძლება ხო იცით რომ ჭირია. ცხინვაში რო ვიყავი მე მაშინ ვიყავი როცა ვიყავი არც მაშინ იყო იმათ ტერიტორია და არც ეხლა მაგრამ აი ჩვენია მიწარდი შედი. არ გააყოლეს რა ვეფო. ფოტო მაგას ვიძახი. ხალხი შანი იმათია რომ სახელმწიფო დაუსვედი. ეხლა ნაკვეთები არის ცოტა უკუღა. ზარქვე ვიქალი. ის გაკეთება შეიძლება. ნაკვეთები მაღლაა და ცოტა ადგილზე ყავს ჩვენ აქ სახნავი ტრაქტორი? არის ტრაქტორია, ეგ არის შეიძლება თავთავის ტრაქტორია და ადგილობრივიც ვერ ბედავს იქ როდესაც იქიდან აცნობე, შეიბიძაშვილი ჩემ ნაკვეთში იყო. ჩემ ნაკვეთში. ნუ მადაც არ უნდა ესულიყავი, სოფლის თავზეა მაღლა, შორს არ არის დაახლოებით 1.5 კილომეტრი რა. აი სოფლის თავიდან იქამდე. და ეს უნდა წასულიყო. მაღლიდან ჩამოდის, მაღლიდან ეს ძით ფუტკარი ვეძახით, თის დაბლა და იქვია სახნავი. არ გაუშვეს. ეხლა როგორ წავა, დაუშვათ რაღაცა მოხდეს რა, ტრაქტორის იმათია და უნდა ისაც წაიყვანო. აი ამას წინათ იყო ამ ზაფხულს. აი ეს არის სიმართლე. დამირეკა მე ზურამ რომ იქ საქონელი დარჩა, იქით ხარესო წლებში გამოიქცეო და მე მინისტრი ჩავაყენეთ საქმის კურსში დეპუტატი, ნუ ყველა. უზალაძე გია რომ გამოიქცა იქ. და მე მგონი რომ ეს რა ვიცი, აი ნუ ვიფთხილოთ მათ ისეთ. ისეთ რომ ყოფილა არ ვიცი, მაგის წერები სუჩავს და უჩვენებს იქა და იყურებს და ეხლა მოდი შენ წადი აბა. ხილვანა ხილვანა კი მანდ მოხრე. ხილვანა. გაკეთდა აქ? არის ნორმალურად თუ? აყრიდენი კი უცი რომ აყრიდენ და. კი მე ეხლა იქაურიც არავინ არის. მიქელიანში. წყლის გამოყვანა და რეაბილიტაცია. არის წყალი ეხლა ამ ეტაპზე? აი აქ არის. ეს არის აი ესა? კი. და მოიმატა დებიტმა, კი არის, მაგრამ იქ სათავე არა, დებიტმა არ მოიმატა. აბა რა, რატო? აბა რა გაკეთდა მაშინ? აქ გაკეთდა წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იყო ჩაწერილი. რეზერვუარების რეაბილიტაცია. რეზერვუარების კი და აქ სხვათა შორის გაპრობლემდა ბატონო გიზო, აქ გაკეთდა ესა, მაგრამ ბზარი გაჩნდა. რო გაშრა ის ჩააბეტონეს გამოსაშვები, წყლის გამოსაშვები და ცოტა გაჯანჯდა ეგ საქმე რა. გაზდის ეხლა? არა, ეხლა ბოლოს გააკეთეს კიდევ. მუშაობს ეხლა წყალი არ და რამდენობას ოჯახს მიეწოდება აქედან წყალი? 20 ოჯახი ხო იქნებოდა. 25 სკოლა წეტილი, სკოლა და ისე. 25 აქ წყალი ხო თუ პრობლემური არა ნუ ისნაკლება მანდროს ყოველთვის არის მაგრამ ნაკრება ზაფხული არის მარაგი არ არის მარაგი არ არის ცოტა პრობლემურია დანარჩენი არის მარაგი არ არის ისე არა ოთხ არა ყველას კარები ხო არავინ არ არის პეტრიანში ძების მოხრეშვა ხო ახალი ბურღული მე არ მინდა რა ისე რომ ჩუმად ვიყოთ თუ რამე არ არის კარგად გაკეთებული, უნდა ვიცოდე ხა. მე თვითონ 280 სოფელია. და ყველა იმას ვერ ვნახავ და ვერ მოვასწრებ და თქვენგან უნდა ვიცოდე. არაფერი დასამალი არ არის. თუ
თუ პრობლემა არამე უნდა ვიცოდეთ და არის იმის საშუალება რომ გამოსწორდეს ან ხელმეორედ მოვიყვანოთ ეს მშენებელი და უკეთესად გავაკეთებინოთ. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სოფელს აქვს გამრეცველიანობის ამბავი. აი ეგ არის ყველაზე დიდი. არ არსებობს ეს ხალხი შეძულდა ერთმანეთს ამის გულის. ამის დახოცონ ერთმანეთი. აბარა ამაზე დიდი ვიღაცა იქ არავს ხოდის დავალიანება 5 ლარი 7 ლარი კაცსა რომელსაც 1 ლარი ფუჭკა უნთია და 2 ლარი აქვს დამწვარი დავალიანება ემატება 5 ლარი იმას მეტიც ხან მეტიც მოდის რა ქნას იმ კაცს 2 ლარს აწვავს უფრთხილდება არა გადახდეს საშუალება 5 ლარს დავალიანებას აწერენ საწავიდეს დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა სოფელს ესა გვაქვს არა გამრეცველიანება მოძები ბევრი შესაძლებელია ბევრი კი შესაძლებელია მართლაც უჭირავს მოძებულებს და შეებს უჭირავს აი ამასთან დაკავშირებით ბოდი ჯერ ერთ თემას მომხდეთ და მე სადღაც ალბათ 2 კვირის წინ იყო დაახლოებით ქონდა შეხვედრა კალაძესთან აი ამ თემებზე აქ კიდე რა გიჭირთ რა აი თისკე უფრო იქით გუდამაყარი მთიულეთი ხევსურეთი მოძებია საერთოდ აი ხეებზეა მიგმული კრუჩოკები და ისეთი მდგომარეობაა რომ მე ვთქვი ამ ზამთარს თუ ესე გაგრძელდა ჩათვალე რომ მთაში დენი არ იქნება რა 20 სოფელია საერთოდ დუშეთის რაიონში რომ 30 წელია დენი არ ყოფილა 30 არა მაგრამ აი არეულობის შემდეგ დენია გათიშული ეხლა რა შეეხება აი ამას ამათ აქ გაკეთებული გრაფიკი იმას ენერგოპრო ჯორჯიას 14-15 წელში უნდა მორჩეს თლიანად გამრეცველიანება რა თლიანად საქართველოში თავისი ამ საყრდენების შეცვლით მე ვთხოვე ესეთი რამე რომ იქნება აი ამ გრაფიკს როცა აკეთებთ გამგეობის გარეშე ნუ გააკეთებთ მცირთ ნაიურში იმიტომ რომ ჩემზე კარგად იქ არ იცის არავინ თქვა იქ როზიის ენერგეტიკის სამინისტროშია თუ ენერგოპროში რომ სად უფრო საჩქარო ახლა გრემის ხევის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რა თქმა უნდა აქ პრიორიტეტია და აქ თავარია შეიძლება ზემოაში არ იყოს სასწრაფო როგორც გრემის ხევი თანით უმეტეს სასაზღვრო რეგიონი არ ვიცი აი ამაზე მუშაობთ რომ ეს გრაფიკი შევაცვლევინო წელს არ უზით მაგათ ენერგოპროს ხო მაშინ გვატყუებდნენ შარშანგვიტრეს 2013 წელს გრემის ხევში დაამთავრა დებაკინეცა ყველგან მორჩა პრინციპი შარშან მაშინაც გვატყუებდნენ იგი მორჩა ეგ სოფელი მორჩენილია დიდი ხანია გვატყუებენ სიმართლე ეგრე დაბადები იქნება ახლა მაინც რამე მინუსები როწერია მინუსები რო შესაძლოა წელს არის ბოძები ახლა რა შეიძლება 50 წელი მაინც არის საქმე სამოცეში გამოვიდა შენ აი ისევის ბოძები აი ამაში ახლა შენ უნდა იაქტიურო მოდი ჩემთან ნახოთ ეს გრაფიკი როგორ არის და შესაძლებელია რომ შევცვალოთ ეს რომ რაც შეიძლება დავაჭკავთ ახლა მე ვერ გეტყვი ერთ თვეში და ხვალე და ზეგ მაგრამ ერთ-ერთ პრიორიტეტად რო ჩავსვათ ეს მომავალ წლიდან ახლა წელს არაფერი აღარ იქნება კი ბატონო არის ძალიან დიდი თანხები დუშეთის რაიონზე წამოსული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სტიქიებზე სადღაც 7 მილიონამდეა ლარი მოსული აი გომეწარში იყო, ფშავში, ხევსურეთში, სტიქია, ჭართლის თემში. მაგის გარდა 4.800.000 მოგწეს ამ წელში დუშეთში კეთდება ნაპირსამაგრი ხიდებს ავცვლით, იქ გზები კეთდება ფასანაურში, ჟინვალში, ბულაჩაურში წყალმომარაგება და მომავალ წელს მოდის უფრო მეტი თანხა. ეს უკვე განაწილდება თემებზე. აი თქვენ რასაც მეტყვით, ეხლა ვადგენ მე აი პრიორიტეტულ პროექტებს, რაც იქნება ყველაზე სასწრაფო და საჩქარო. ის რასაც თქვენ მეუნებით ამ გამრეცველიანებას, ეს ენერგოპროს გასაკეთებელია და ჩვენი საქმეა რომ დავაჩქარებინოთ ეს ამბავი და წინ გრაფიკი შევცვალოთ, რომ გრემის ხევი წინ იყოს. მაგრამ აი რა შეიძლება, რა არის ყველაზე მთავარი, რომ აი აქ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავსვათ გრემის ხევის თემი, რომ ძალიანად ერთფალები კიდევ ასეთი ისე აღარ წდებოდა და ეხლა ალიასია თუ ისე რაღაცნაირად ეხლა როცა დაიწყო ზადიწყო ისე მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება მეც არ ვიცი აი ეგან თქვენ გვიან მოხვედით ალბათ მე გითხარით რომ აქ ყავდა გეოლოგები ყავდა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები კომისია გავაკეთებინე იქ რა ლექტონ გეოლოგი ვარ და ვიცი რომ დაასრულე ხო
დაასკვნები დევს, მან გამოსავალი ვერ მითხრეს, ერთადერთი თქვეს, რომ მან უნდა იდგეს ტექნიკა და წმინდოს რა. სანამ ეგ აი როგორც შუშის ზედაპირზე დადო რაღაცა და ჩამოაცურო. აი ესე მოდის ეს მეწყერი რა. მეტი გამოსავალი არ არის, მართლა არ არის. ჯერჯერო. არ არის, აბა უთქვი, ზოგი ამოს ებნიზე როგორ გვაქვს. აი ესეც მითხრეს, რომ იქ ზედამხრიდან. არანაირად. იაღრებით ის რაკეთა უნდა გააკეთო, დაკრებით თქვენ ეგ ვერ წავალდა. როცა იქნება ეგ ჩამოილება, მაშინ უნდა ისაკეთო. უნდა იწმინდოს. მოусმინოთ. ჩვენც გვინდა რომ სრუფთა ნატურალური რძე გქონდეს და ჯანმრთელები ვიყოთ და ალბათ ქვეყნის ინტერესიც არის. თან კადრებიც აქვს. იქ ხო, კადრებიც ყავს ამისი და იქნებ გაითვალისწინოს რაიონმა, რომ საერთოდ მე მგონი ზოგადად სოფლებში ესეთი მდგომარეობაა. ბატონო. ვეტექიმთან დაკავშირებით ეხლა არის ახალი პროგრამა დაწყებული აი ამ საქონლის აცრის და 10 ვეტექიმია შერჩეული. მე არ ვიცი ახლა როგორ არის ზუსტად, როგორც მომაწოდეს სია იქიდან ვეტსამკურნალო სამსახურიდან დაწყებულია ეს ხელშეკრულება. იურა, შეხვარა ხარ ჩართული ამ საქმეში? ვერ გავიგე რა პასუხი ვერ გავიგე რა. სიაში კი ვიყავ გადაცემული, შევიდა ეს. არა, მე არ ვიცი. ჩემი აფერი არ ვიცი, არანაირ შემოქმედებები. სად იყავი, რომელ სიაში? ცხეთაში. აი რეგიონალურ მე აცრებების ხომი დანარჩენი მომივიდა ეს 10 კაციანი სია, რომლებიც წლის ბოლომდე აქ სამუშაოების შესასრულებელი ალბათ. შეთვის მაგდაგვარი არაფერი არ შემოგვიყვება. უბრალოდ საუთარი მომთხოვეს, ეგ იყო დეგ. სტატები იქნება, მაგრამ ვეტექიმი აუცილებლად უნდა უხელოს. სტატიანი გვინდა ადგილობრივი აქედან ჭადიჯვარში ძალიან ძნელია ვისაც მანქანა არ აქვს მე თვითონ გაგმიჭირდა და ვისაც მანქანა არ აქვს ძალიან ჭადიჯვარშიც ყავდა და მუხრანშიც ყავდა მანქანა დავჩაიყო და ნუკრია ბაგაცო ის არა აი ეს დამთავრებინათ აი ახლა ეს 10 ვეტექიმია ჯერჯერობით გადანაწილებული მე კონკრეტულად ვერ გეტყვით ეს როგორ არის რომელ თემში სად არის, მაგრამ 10 ვეტექიმია რაიონში შერჩეული. ესენი ხელშეკრულებით არის. ვეტექიმს აბარია გრემის ხევით? იანვრიდან არ ვიცოდი ძლიერა თუ ჩვენი სოფელი ჭაიჯვრის ვეტექიმს ევალა. იცოდით ხალხო? როგორ არის მე ვიცოდი. ალი არის ჯარიაში. ვიღა გაი. მაგათაც ხო რომ ბაკვა დაჭრაზე ვარ დანარჩენი არა. იანვრიდან ინიშნება, როგორც მე ველაპარაკე 2 დღის წინ ამ ვეტ სამსახურის უფროს, ვეტ დეპარტამენტის უფროს რა. იანვრიდან იქნება უკვე დაკომპლექტება, როგორც მითხრა, მე არ ვიცი, არა ვარ პასუხისმგებელი მაგის სიტყვაზე, მაგრამ რაც მითხრა, იანვრიდან ინიშნება მთავარი ვეტექიმი რაიონის და ექნება უკვე ეს სისტემა მთლიანად სოფლებში და რწმუნებებში, თემებში. ვეტექიმების პუნქტები რა ალბათ რა. არ უნდა ვეტექიმი. სტატიანი ვეტექიმი. ჭირდება სოფელს. მოშორებით არის ჭადიჯვარი. კილომეტრზე რო წაიყვან რაღაცა აი ხლა ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა ძირითადი მიმართულება და გადასულია ეს რომ მე ჭაიჯვარს თუ წავიყვან ის ამანპოფია ხარ არ იქნება ის ამანპოფი ის იქნება საღი მაგრამ ამანპოფი ვერ წავიყვან აქ უნდა იყოს იგი ყავს ვეტექიმები ადგილზე და გაუშვით ჩვენი ვეტექიმი იყოს აქ ადგილზე კაცო ადგილობრივი კადრი გვინდა რა არიან პროფესიონალები არიან პროფესიონალები არიან ნამდვილად რა ჩვენ იქ სანამ გავაგებინეთ მე ხო ის პირველ წუთში მომიტოდა რაღაც ადგილობრივი ყავს გედევანიშვილი მითხარ სპეციალისტი და რაღაცები იქ იქულა როდის ან სახში დამხვდება და არა ძნელია კაცო რა როცა ვალდებული არ არის კაცი არ გაყვება და ვერ დაავადდებოდნენ მას თავის საქმე აქვს და ოჯახი აქვს და ძალიან ბევრს აი უანგაროთაც უკეთებს ეს ადამიანის იკეთებს რატომ ხო ჯობია რომ არ არის აბარა იყოს უტაცია აი ამ წისქვილებთან დაკავშირებით რატო გაქვთ ესეთი პრობლემა რომ გააფორმოთ ხალხი გორში ვიყავი ბატონო გიზო მე გუშინ წინ და ის ხარჯთან თქმა გააკეთო მაგრამ აღარ დამირეკეს არ ვიცი მე მგონი მე მომიწევს ის მარტო თქვენი ყავით არა უნდა წაიყვანოთ 4 კაცი ვიყო ხო მანქანაში მეტი ვერ ჩავედიეთ და რა არის სახელობა მიცის როგორ ხო ერთად ვიყავით ჩვენ აი გუჩად უნდა
ეგ არის რომელიც საფურაჟე მარცვასაც თქოს და ტაროიანს იმიცა. ეგეთი უნდა მოსახლეობას მე შევეკითხე. ხალხს შევეკითხე. იციან სულ ყველა მიციან მოსახლეობას. ერთი იდგმევა ციხის უბანში. ორი წისქვილი ორი წისქვილი არის. ერთი ციხის უბანზე არის და მეორე თლიან გრემის ხეზე დანარჩენ სოფელზე. დანომრის. თუ ეს პრობლემა გაქვთ ბატონო, დაგეხმარებით, მე ბატონ ბიძინასთან შეთანხმებული ვარ გიორგობიანთან, სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ზამთარს პრობლემა არ შეექმნას არც ერთ ოჯახს. ეს მხარე ამ ხრიდან ვისარგებლებ. აბა ბორღული და გინამი აი სოფელ თავში ვარ. მე ვისარგებლებთ ახვალთ იქა, იქ ხო ის. ავალ და თუ დამიჭერე, ნუ დამეხმარებ. ხოდა ნუ რამე დამეხმარება თავრობა, დამიჭერე. საკარგავა. აი უბა დაუშვათ რომ აი ბურგული. მე სოფლით თავი და საწავი. დაუშვათ აი ზეთხარე. ციგრიანიდან ხო არ ჩამოაკაცი, იბათ იქით ამ ხარე უნდა. ესე არ იქნება რომ ყველა თავის ეზოსთან დაუნომრონ რა. იქიდან ვეძებო. უნდა იყოს ტყის მასები, სადაც შეიძლება გაკეთდეს დღეკაბი. ისი არა რომ იქ გაკეთდეს, უნდა იყოს ეხლა ისი არ არის ბიძა რომ ის მანძილი აქედან რომ სახში შეშაკება. გაждდება იმ გზისა ოლობის ეგ მაგას იცავს მეც კი არაფერი. ერთი რომ ძალიან ძვირი გიძევა და მეორე კიდე მიუდგომელია. წილაგან შვილი დამეღუპა იქაც. ბატონო ტყუილ კი არ ვამ. გადარჩეს აბა ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს აი ამ ქალბატონებს და კი ბატონო შეიძლება რომ მე კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა აი ეს ხალხია ამდენი ბებო სალმები მე მოვა რა შეიძლება მე ჩამოვიდე რა ბებო აბა აი რა ვარ დედიკო და ისა რომ 23 წელია ვცხოვრობ აქ მე და ჩემი მეუღლე. პირადობა გააქვთ აქ? კი. 6 წელია მეუღლე დამეღუპა. დავრჩი მე მარტო შვილო. მე შვილები ორი შვილი მკვდარი მყავს შვილო და შვილი რომელიც გავზარდე 2 წლისა დედა რომ მოუკვდა ისიც დამეღუპა ვის იმედიცა მქონდა დახმარებისკენად. ვარ გაუბედურებული დედიკო. მომიხსნეს დახმარება. პირადობა მომეცთავ ბე. ეხლა ეს არის არა? ვერა ვხედამ დედიკო შაქარი წნევა მაშვილო და აი თქვენ იფიქრეთ ეხლა მე რა მდგომარეობაში ვარ და ნუ თუ არ მეკითხო შაქრიანია და ეკონომურად უნდარია 82 წლის პატარა გედევანიშვილი ეროვნიდანა ხარ? არა დედიკო აბა? ახეგრემის ხეველი. არა, გედევანიშვილები ცხეთის რაიონიდან არიან. თავადი ქალბატონი ბრძანდები. მეუღლე. მომისმენთ? შედით ახლა კომპიუტერში და მინახეთ 01 მიდით კახე. არა, აი ეგ ჩამოვეჭინე რა თქმა უნდა. დამირეკავ ბებო. მაგრამ მე მაინც მოვინიშნეო რომ მე ვნახო და გავიგო. ესეთი რამე არ მოხდარა საქართველოს საყოველთაოდ და ყველა რომ დაზღვეული იყოს რა. შეგიძლიათ რომ ამბულატორიად მე მგონი თქვენ ბრძანდებით ხო? თქვენ უნდა ყველაზე კარგად დააყვალიანოთ და გქონდეთ მიმართულება თქვენთან თანამშრომლობ და იცით რომ ფორმა ასე არის აუცილებლად. უთხარი მე და არა ის ექიმი არის თბილისია ეს დიაგნოზი იქ აქვს. მე ვჭირდება დოკუმენტი საბუთი რომ ჩავაბარო ვნახოთ რომ იმ ფორმულაში სადაც შედის მონაცემები რომ იმ ფორმულამ დაინახოს ეს ქალბატონი რომ ავათარეს რომ ჯანმრთელობის პრობლემაა. თორე ესე კი ვიზუალურად ხედავთ რომ არის ცუდად ავათ ადამიანი და როდესაც აგენტი მოდის ჩემთან და
აქ შინჯავს. საბუთი არაფერი არ უჭირს. ჩვენ ის აგენტი იძულებული ხდება, რომ დააფიქსიროს იმ კითხვებზე ის პასუხი, რასაც ხედავს და უყურებს, ხო? და ამიტომ მე მესმის რომ თქვენ ვერ ხედავთ ძალიან თქვენც უნდა შეგვიწყოთ ხელი რომ დოკუმენტალურად შევავსო და აღითქვას. ეხლა ხო არ ვიცოდიო და მოვიტან მე ვითხარი ამას ყველაფერი. ხო ეხლა მეტყვია ზუსტად რა ხდება იქ თქვენთან რა შეიძლება ეხლა ორი კალათბურთის ფარიც რო გაკეთდეს, არა? მენიერი. კარგი იქნება. ესე? არა უარი თქვენ. ესე და ესე რა. ვინ გითხრა თუ არის? სტადიონის საკეთებდა იქ. არა, ის ვერ არ გაკეთებდა, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს რა. აი აქ. აგი იქანდა. ისო ძაბები. იმებს არა, მე ტრახში პერა ბუთავი მარხი. ბალახი მე რა გაცო ბალახ ბელტი რო დაეგოს ან რაღაცა. აი ხა ხელოვნური შვენიერი. ბალახი იყო და მე თამაში არ უნდა. ვერა თამაში. რო გაკეთდეს მეთქი ხლა იმ წუთში არიდო რა ის. არა, ხელოვნური ძალიან ძვირი ის არის შემოვნება, მაგრამ ბალახი ჩვეულებრივი რაც. ოღონდ. ის რო დაითესო შალუჩ ესა უნდა მაშინ. არის სპეციალური ბალახია, გაცო ისეულობა ესა და კაი იქნება. მოვლა უნდა რა. აბა ბალახი დაითესო მე ეგრარი. ეს არა, არა ეს არა ჭიჭარი კიდევ აკაც. ოინდა არის. ოინდა. ჭიჭარი. ეს შებალღობაში. ჭიჭარი გავშვა. აშო ეს რატო დაგიტოვეს ეს ისინი? არა, ეს ხრეში გავს. აი კურიო, ვიდეო მოაყავ. ხრეში? ხო, ხრეში რომ მოაყავ. რატო იცი? რო ტარახია რა. ვერა ბუთო. ხრეში მე რო წაიქ. ხრეში რო კარგიო, ბარგემა. აი რო წაიქს და აი ქებია. ერა. არა, ბალახი წაიქნება რა არის სპეციალური ბალახი.